ის საკითხავს შევეხოთ პირველ რიგში და მერე ერთი-ორი შეკითხვაც არის. თუმცა მანამდე მინდა ვთქვა ჩვენი ბანაკის შესახებ, ესე იგი ბაკურიანში იყო ბანაკი ჩვენი საკვირაო სკოლის ბავშვებისა, საშობაო შეჯიბრებაში გამარჯვებული ბავშვების და ამ ბანაკის ერთ-ერთი განმასხვავებელი იყო ის, რომ მორიგეობა დავაწესეთ, რომ ბავშვებს თვითონ ემასპინძლათ ერთმანეთს, თვითონ გაეკეთებინათ საკვები. ჩვენ ვეცადეთ მშობლები, რომ არ შესულიყვნენ, შესულიყავით სატრაპეზოში, სამზარეულოში, იმისათვის, რომ მათთვის გეთქვა რა როგორ გაეკეთებინათ. მადლობა ღმერთს, გაართვეს თავი. დღეში სამჯერ გაემზადებინათ ყველაფერი და ამის მიზანი რა არის? ერთ-ერთი მიზანი რა არის, რომ რამდენჯერ ყოფილა, რომ დედას გაუმზადებია, მოუტანია ბავშვისთვის და ბავშვი ამბობს, რომ არ უნდა. რა წვალებაა იმაში ჩადებული, იმას ვერ ხედავ. ხომ ვერ ხედავ. ეხლა რამდენჯერ დედას უფრას გაშლის, აალაგებს, გარეცხავს. და ამასაც ვერ ხედავს, რა შრომა, რა ჯანია იჩადებული. იმისათვის, რომ ბავშვებს რაღაცით გაეთავისებინათ ეს შრომა. შეიძლება ისე არ გამოსვლოდათ, როგორც მშობელს გამოვა, თავისთავად ცხადია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცით ხო დაიწყებოდა. შორის აი პროდუქტების საყიდლად სხვა დროს თვითონ მშობლები იყვნენ ჩართული და მიდიოდნენ და ამგვარად არ დაიზარებდნენ არც ახლა რომ დასრულებდნენ. აქაც ვთქვით, რომ მოდი თვითონ ბავშვები წავიყვანოთ. ბავშვი მივიდეს, ამოიღოს თავისი ხელით, მერე თავის ხელით გავწკნას თუ შეწას თუ მოხარშოს, მიართვას თავის ანატოლებს. და 4 დღით ხო ვიყავით, 4 დღეს სხვადასხვა გუნდი მორიგეობდა და ახლა იმ დღეს ფაქტიურად უწევდათ ამათ, რომ არც საციგაოდ გასულიყვნენ და არც თავში ხანფეხბურთი სათამაშოდ მიყვართ. ერთი დღე უნდა მოეკლოთ. ფაქტიურად ეგრე გამოდიოდა, რომ ერთი დღე ისინი არ იყვნენ ამაში ჩართული. ესეც რაღაცა არის, რომ ბავშვი რომ ამას მოიკლებს, მეორესთვის გააკეთებს. ამ შემთხვევაში რაღაცით მაინც პატარა ერთი წინწკალი მაინც გაიგეს ამ ბავშვებმა მშობელი რას აკეთებს, რა შრომას ეწევა. ახლა ჩვენ არ გქონდა ის, რომ ამათ სარეცხი დაერეცხათ და მერე კიდე უფრო რთული ამბები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცოტათი მაინც რაღაცა შეიგრძნობდნენ. მარტო რომ დარჩებიან, მე მგონი რომ რაღაცას მაინც მოიმზადებენ და შვილები არ იქნებიან. ზოგჯერ არის, რომ ადამიანი მოკვდება მშიერი და ვერაფერს ვერ გააკეთებს. არის ესეთი მდგომარეობაც სამწუხაროდ. მარათაშვილის მერანისა არ იყოს. მე ჯერა რომ სადღაც რაღაცა ნაყოფს გამოიღებ. ეს შეიძლება ის არ ეცეს, მაგრამ გავად რო და ყველაფერი რაღაცა ნაყოფს გამოიღებს. ჩვენი წვალებაც და ჩვენი სულისკვეთებაც. ამ ბავშვების მიმართ ესენი რომ დაიზრდებიან, ჩვენ შედეგს ახლა არ ველოდებით. თავისთავად ცხადია, ახლა აბა რა შედეგს უნდა დაველოდოთ, თუმცა რაღაცა ნიშნები ახლა ჩანს, ესე იგი, ამ ბავშვებში რაღაც აი ხო ვაკვირდები ხოლმე ამათ ურთიერთობებს და სულ სხვა იყო დაუშვათ 2 წლის წინ ურთიერთობები ამათი და ახლა სხვანაირია. რაღაცა სხვა დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ იცვლება. კარგისკენ იცვლება, რასაც ვაკვირდები.
ზოგჯერ ისიც საჭიროა, რომ რაღაცა ქრისტიანობა ის ხო არ არის ინკუბატორში რო იზრდებოდი. ხან ცოტა უსიამოვნებაც არის ერთმანეთში, ხან რაღაცას ვერ გაუგებენ, ხან რაღაცას გაუგებენ, მაგრამ ნელ-ნელა ამითიც რაღაცებს სწავლობ. ამითიც ნელ-ნელა რაღაცები ლაგდება. ხან იქ ერთად თანაცხოვრების დროს შეგიძლია რომ აღმოაჩინო ვის რა თვისება აქვს, ვის რა ურთიერთობა აქვს ერთმანეთში და უფრო მეტად შეგიძლია რომ დაეხმაროთ. სანაირად მარტო ეხლა ესე რომ უყურებთ ერთმანეთს აქ გაკვეთილზე რო სხედან, აქ ბევრ რამეს ვერ აღმოაჩენ. მაგრამ იქ რო 5 დღე რომ ერთად უნდა იყვნენ ეს ბავშვები, რაღაცეები გამოიკვეთება და ჩანს. ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაცა ქრისტიანული და სახარებისეული მცნებების წრეში განიხილო ესეთი საქციელი რა როგორ და რანაირად. მოდი აი დღევანდელი სამოციქულოდან ავაიკითხოთ. ნუ უკვე წყაროისაგან მისვე თვალისა აღმოდგინ ტკბილი და მწარე. ნუ თუ ერთი წყაროს თვალიდანო ტკბილი და მწარეო ერთად მოედინებაო. ეგებისმეა ძმანო ჩემნო ვითამცამ ლეღმან ზეთისხილი გამოიღო გინა ვენახმა ლეღვი ანუ შეშენისო ანუ მოხდებაო რომ ლეღმაო ზეთისხილი მოისხასო ანუ ვენახმაო ლეღვიო. ეგრეთვე ვერცა ერთი წყაროი მარილიანსა და ტკბილსა წყალსა აღმოცენებად. ასევე ვერც ერთი წყარო მარილიან ანუ ლაშეს და ტკბილს ვერ აღმოაცენებს. ანუ აქ რაზეა ლაპარაკი, რომ ადამიანის ბაგეთაგან ან ერთი ითქმება და ან მეორე. როგორც სახარების სხვადასხვა სიუჟეტიდან ჩანს, მაცხოვარი ამბობს, რომ ადამიანის გულში თავისთავად ამბობს. ვინერს ბრძენ და მეცნიერ თქვენ შორის აჩვენენ კეთილად სვლისაგან საქმენი თვისნი, სიმშვიდითა სიბრძნისაით. ვინც არისო თქვენ შორის ბრძენიო, თქვენი საქმეებით აჩვენეთო სიბრძნით და სიმშვიდით. ხოლო უკეთო შური მწარე გაქონდეს და ხდომაი გულთაშინა თქვენთან, მოიქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. ანუ თუ ერთმანეთის მიმართ შური და დაპირისპირება გაქვთ, მაშინ ნუ იქადით, ანუ ნუ ტრაბახობთ, რომ ჩვენ ჭეშმარიტება შევიცანით. იმიტომ რომ ჭეშმარიტება ვინც შეიცნა, მაშინ მას არ უნდა ქონდეს არც შური, არც ურთიერთდაპირისპირება რაღაცას. არ არის ესე სიბრძნე ზეგარდამოსული, არამედ ქვეყანისა მშვინიერი და საეშმაკო. ანუ თუ შენი თავი ბრძენი გონია, ასე რომ ვთქვათ, და შენ ვიღაცის მიმართ ესეთი მტრობა და შური და ის გაქვს, მაშინ ესე იგი ეს სიბრძნე არ არის ღვთისაგანი, არამედ ეს არის ამ წუთის ოფლისა, ეს არის მშვინიერი და საეშმაკო სიბრძნე. იმიტომ რომ ნახეთ წმინდა წერილში როგორ წერია, გველი უგონიერესი იყო ყოველთა შორის. ანუ იქ ეშმაკის გონიერებაზეა ლაპარაკი. თუმცა შეიძლება იმასაც ჰქონდეს ის სიბრძნე, მაგრამ ის საეშმაკო სიბრძნე. ის სიბრძნე არ არის მაცხოვნებელი. და სხვაგან ამბობს წმინდა წერილი, რომ ესე იგი დასაბამი სიბრძნისა არის შიში ღვთის. ესე იგი იმ სიბრძნის დასაბამი, საღვთო სიბრძნის დასაბამი არის ღვთის შიში. შიშის და წმინდა მამები ამბობენ, რომ ეს არის სამგვარი შიში. ეს არის დამწყებთა შიში არის, როდესაც ადამიანი ცოდვას ერიდება იმის გამო, რომ მას რამე უბედურება არ მოეწიოს. არის შიში, როდესაც ადამიანი, ესე იგი, ერიდება ცოდვას იმისათვის, რომ ის კეთილგანწყობა არ დაკარგოს. აი მაგალითად, ბავშვი არის პატარა და
რაღაცა ცუდს არ გააკეთებს, იმიტომ რომ მამისა ეშინია, რომ მამა მამის გამო არ დასაჯეს. მაგრამ ახლა როდესაც ბავშვი წამოიზრდება და მამასთან უფრო მეგობრული ურთიერთობა აქვს, მას შეიძლება არ ეშინია მამისა, მაგრამ უფრო დიდი შიში უჩნდება. უფრო დიდი რა არის, რომ მამის კეთილგანწყობა არ დაკარგოს. ეს კიდევ უფრო მეტად საშიში ამბავია. ამან უფრო შეიძლება შეაკავოს ადამიანი, ვიდრე იმან, რომ რაღაცის გამო დამშის. იმ დასჯაზე შეიძლება თქვას, არა უშავს დამსაჯოს და მოვითმენ, ჩხუბება თუმცა მოვითმენ იტყვის, მაგრამ აი ეს რომ მამას გული ატკინო, იმის გადალახვა უფრო ძნელი. მესამე შიში უკვე იწოდება სიყვარული. რომ არც ტანჯვის გამო, არც რაღაცა სიკეთის მოლოდინის გამო, არამედ იმიტომ აკეთებ, რომ გიყვარს და არ შეგიძლია სხვანაირად რაღაცა აკეთო. და ასეთი შიში, როდესაც აქვს ადამიანს ღვთისა, ის არის დასაბამი სიბრძნის. ადამიანი უკვე თავის ყოველ ნაბიჯს სხვაგვარად გადაწყობს. რამე თუ სადარ შური და ხდომაი, მონ შფოთი და ყოველივე ბოროტისა საქმე. სადაც არის შური და დაპირისპირება, იქ არის შფოთი და ბოროტის ყოველი საქმე. ხოლო ზეგარდამო სიბრძნე პირველად სიწმინდე არის. ანუ რითი გამოიცნობა, რომელია საღვთო სიბრძნე, ზეციდან გარდამოსული სიბრძნე. იგი პირველად ეს არის სიწმინდე. მერე არის მშვიდობა, სახიერება, ანუ სიკეთე, მორჩილება, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთად, ანუ წყალობით სავსე და კეთილი საქმეებით ნაყოფით სავსე. განუკითხელ და შეუორგულებელ, შეუორგულებელ ერთგული. რამე თუ ნაყოფი სიმართლისაი დაეთესვის მშვიდობით მათთვის, რომელი ყოფენ მშვიდობას. ანუ ახლა რაზეა ლაპარაკი, რომ თუ ადამიანს საღვთო სიბრძნე აქვს, ის ესე იგი არ გამოვლინდება არც დაპირისპირებაში, არც შფოთში, არამედ გამოვლინდება მორჩილებაში, გამოვლინდება როგორც ჩამოთვლილი იყო. ესე იგი სიწმინდეში, მშვიდობაში ადამიანებს შორის, სიკეთეში გამოვლინდება, კეთილი საქმეების ნაყოფი ექნება. ვინაი არიან ბრძოლანი და ლალვანი თქვენ შორის, საიდან არიანო ეს ბრძოლა და დაპირისპირება ჩხუბი თქვენ შორის? ანუ არა მიერვე გულის თქმათაგან თქვენთა, რომენი განწყობილ არიან ასოთა შინა თქვენთა, განა თქვენი გულის თქმებისგან არაო, რომელიც თქვენი სხეულის ასოებში არიან განფენილი. გული გითქვამს და არა გაქვს. აი რაღაცა რომ უნდა ადამიანს და გულის თქმათ რომ ექცევა. შეიძლება დავუშვათ ტანისამოსი ყველა სჭირდება, საკვები ყველა სჭირდება რაღაცა, მაგრამ გულის თქმა რო აქვს, აი ვნებათ რომ ექცა ადამიანს. ის კი არა რომ მარტო სიშიშვლე დაიფაროს, არამედ ვნება აქვს რომ ის უნდა ჩაიცას, ეს უნდა შეჭამოს, უნდა გააკეთოს. გული გითქვამს და არა გაქვს. კაც კლავთ და იშურებით და ვერ ძალგიც მიმთხევად. ადამიანსაც კი მოკლავთ ამის გამო, მაგრამ მაინც ვერ იღებთ საწადოს. ილალვით და იბრძვით და არა გაქვს, რამე თუ არა ითხოვთ. ყველაფერს აკეთებთ, აი რომ შევაჯამოთ, ყველაფერს აკეთებთ, უბოვთ, დაპირისპირება გაქვთ, ადამიანსაც მოკლავთ, მაგრამ არა გაქვთ, რადგან არ ითხოვთ. ითხოვთ და ვერ მიიღებთ, ანუ ითხოვთ, მაგრამ მაინც ვერ იღებთ. რამე თუ ბოროტად ითხოვთ, რაითა გულის თქმათა შინა თქვენთა განილინოთ. რათა თქვენს გულის თქმებში დაილიოთ, ანუ ბოროტად ითხოვთ. გულის თქმა რო გაქვთ, ამიტომ ითხოვთ, თორე განა იმიტომ კი არა, რომ რაღაცა გჭირდებათ და აი როგორ არის გეციმანის ბაღში რომ მაცხოვარი ლოცულობს. ეს არის მაგალითი ლოცვისა, როგორ ასრულებს, რომ არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ გნებავს. რასაც არ უნდა ითხოვდეს ადამიანი, თუ ითხოვს ისე, რომ როგორც შენ გნებავს, ოღონდ ამას რწმენით უნდა აკეთებდეს. ისე კი არა, რომ ზოგჯერ ადამიანი რაღაცას ითხოვს,
თან უნდა რომ თითქოს ღვთის ნებას დაემორჩილოს, მაგრამ თან უნდა რომ როგორც თვითონ უნდა ეგრე იყოს ღვთის ნება. ეგრე აი ისე კი არა რომ იყოს ნება შენი უფალო და მიენდოს, არა. მაინც ადამიანურად ეძებს რაღაცა გასაძრომ გამოსაძრომს, რომ ღვთის ნება ამას დაამთხვიოს როგორღაც და არ ემთხვევა, ვერ მიდის, მაგრამ მაინც უნდა ეს თავისი გულის თქმა და ღვთის ნება მოარიგოს და ვერ იგდებიან ესე. თვითონაც უჭირს რომ იმას მიენდოს და აი რაღაცა მეძავნო და მემრუშენო არა უწყითა რამე თუ სიყვარული სოფლისაი ამის მტერობა არ სომხთისა. მეძავნო და მემრუშენო არის თვითონ რომ ამ წუთი სოფლის სიყვარულიო ღვთის მტრობა არისო. აწუկე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფა და მის სოფლისა მტერად ღმრთისა აღუდგების. ისაც უნდაო რომ ამ წუთი სოფლის მეგობარი იყოს, ის ღმერთს აღუდგება მტრად, ღმერთს მოეკიდება მტრად. ანუ გონებთა ვითარმე ცუდად იტყვის წიგნი, საშურებელად სურის სულსა, რომელიც დამკვიდრებულ არის ჩვენ შორის. უფრო ის მოცემად მადლი, ამისთვის იტყვის ამ პარტავანთა შემოსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსწის მადლი. ანუ აქ რაზეა ლაპარაკი, რომ ჩვენ სულში, ჩვენი სული და ხორცი ერთმანეთის მოწინააღმდეგეები არიან. ადამიანსა და ევას შემთხვევაში არ იყო ესე, სული და ხორცი ჰარმონიულად იყო ერთი და იგივე სურვილები და მისწრაფებები. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ დაცემული ბუნება გვაქვს. რაც ჩვენს დაცემულ ბუნებას უნდა, ის ჩვენი სულისთვის არ არის კარგი. და ესენი ერთმანეთის მოწინააღმდეგეები არიან. ამბობს შემდგომ, ამ პარტავანთა შემოსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსწის მადლი. ამაზე სახარებიდანაც ჩვენ არაერთხელ გითხოვთ. აი ამ ბოლოსაც თუ არ ავწდები, წავიკითხეთ სახარება, რომ რომელმა დაიმდაბლოს თავი ღვთისი, იგი ამაღლდეს. როდესაც დაგპატიჟებენო ქორწილშიო, დაჯდებიო პირველ ადგილზეო, რომ არ მოვიდეს შენი მასპინძელი და არ გითხრას, რომ მეგობარო, მანცად დამიძახარ, მან სხვისთვის არისო განკუთვნილი ადგილიო და მაშინ ადგებიო და შერწყმელი ყველაზე უკანასკნელ ადგილს დაიკავებოდა. თუ შენ მივხვალ და ბოლო ადგილზე დაჯდები, ყველაზე უკანასკნელ ადგილზე, მაშინ მოვაო შენი მასპინძელი და გეტყვის, რომ მეგობარო, სად დამიძახარ, წინ გადმოვზანდი, მაშინ ყველას თვალში შენ დაფასებული იქნები. ესეა ცხოვრება, შენს თავს რა ადგილს განუკუთვნებ, მაშინ ესე იგი იმის მიხედვით იქნება, შენ თუ ერთ ადგილს განუკუთვნებ, რომ დაფასებული გონია შენი თავი, მაშინ ამ პარტავანთა შემოსრავს ღმერთი. მოხდება რაღაც ისეთი, რომ სიცოცხლეში აღმოჩნდება ადამიანი. სადღაც წამიკითხავს, თუ ადამიანს რაღაცა სასიცოცხლო შეემთხვა, ესე იგი ეგ არისო იმის ნიშანია, რომ ამ ადამიანს განდიდების სურვილი ჰქონდა. მე ციტირებას ვერ ვახდენ, მაგრამ შინაარსი ეს არის, სადღაც უნდოდა რომ წარმოჩენილიყო, აი ნახვარი ხოლმე სიტყვაზე, რომ ინდა რაღაცაც წარმოჩნდა, ისე გამოხვიდე და დალახში ფეხი აგიწურდება და წაიქცევი და დაიწყებენ სიცოცხლე ხარხავს, ხო? იტყობა იმ ფიქრებმა, სადაც ახლა მოციქული პეტრე წყალზე გაატარა, იმ ტალახიან მიწაზეც გაგატარებდა, მაგრამ რაღაცა ფიქრები ვერ იყო ეთქობა ჯანმრთელი და იმიტომაც ეს საკურნებელი საშუალებაა ეგეც, რომ ადამიანი არ დაიღუპოს, ესე იგი, რომ ამითი განიკურნოს, იმიტომ რომ ქება რაც არ უნდა იყოს, მაინც ადამიანის სულზე წყლულებს აჩენს. ჩვენ კი გვიყვარს ქება და სიამოვნებას, მაგრამ ის წყლულებს აჩენს და იმას კურნავს სისხლით. არა ტალახში რომ ჩავარდეთ. ეს არ არის სასიამოვნო. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, მაგრამ თუ ადამიანი ამას წინანით შეხედავს, აღმოაჩენს, რომ სული ამ დროს უფრო ჯანსაღ მდგომარეობაში მოდის, ვიდრე მაშინ, როდესაც გაქება. და
წმინდა იოანე სინელი ასეთ რამეს ამბობს სიმშვიდესთან დაკავშირებით. აი, რა არის სიმშვიდე? სიმშვიდე არისო, სულის ერთნაირი მდგომარეობა ხების და ძაგების დროს. სულის მდგომარეობა გარეგნულად რას აჩვენებს და რას სახიობობ, ეს სხვა ამბავი. სულში რომ არაფერი არ შეიძლება რომ გაქებენ. არაფერი არ შეიძლება შენთვის შიგნით შემძნობს რომ არაფერი არ შეიძლება. არც მაშინ როცა გაძაგებენ განწყობენ. და ეგ არის სიმშვიდე. და ხა წარმოიდგინეთ ადამიანი რომელმაც სიმშვიდე მოიპოვა მართლაც მისთვის არც ქება არის დამაზიანებელი და არც ძაგება. როგორც აი ერთმა დიდმა წმინდა მამამ უთხრა თავის მოწაფეს, რომელიც ეკითხებოდა რომ აი რა გავაკეთო რომ ცხონდეო, მან უთხრა წადიო სასაფლაოზე და მიცვალებულებიო, ჯერ ერთ შემთხვევაში უთხრა რომ ისინიო აქეო, აკიდეო და მერე უთხრა რომ წადიო და ეხლა ლანძღეო და რო ჩამოვიდა ორივე შემთხვევაში კითხა რომ აბა გითხრეს რამეო და არა არაფერი არ მითხრებოდა. ხოლო შენც ეგრე იყავიო და გადარჩები ხომდები. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ესე იგი. ადამიანმა იცოდეს თავისი ადგილი. თავისი ადგილი იცოდეს. არც ყველაზე დიდად წარმოედგინოს თავი და ყველაზე ცოდვილად ვინც თვლიდნენ თავს, მინდა და დიდი მამები, აი მოციქული პავლე ამბობს თავის ეპისტოლეში. მინდა ბასილი დიდი ამბობს, ისინი მართლაც გრძნობდნენ რომ უკანასკნელები იყვნენ, მაგრამ ეს მათ ზიანს არ აყენებდა, ეს განწყობა. დღეს რო ვინმე თავი ყველაზე უკანასკნელად ჩათვალოს, ან ძალიან დიდი სულიერების მქონე უნდა იყოს და ან შეიძლება სასოწარკვეთილებაში იყოს. იმიტომ აი მანდაც ის არის სიფრთხილე ესაც რა ოქროს შუალები ზომიერად უნდა ისახოს. ესე იგი ტანჯველ რელიგიურობას უწოდებენ მამები იმ მდგომარეობას, როდესაც ადამიანს ხან ყველაზე კარგი გონია თავი და ხან ყველაზე ცუდი. არამედ უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ თუ რამე სიკეთე არის ჩვენს თავს, ეს ყველაფერი ღვთისგან არის და ამისთვის მადლობა უნდა უთხრათ ღმერთს. თუ რამე ცოდვა ჩავიდინეთ, ეს ჩვენგან არის. თუმცა ამას სასწარკვეთილებაში არ უნდა ჩააგდეს, უიმედობაში არ უნდა ჩააგდეს ადამიანი, არამედ უნდა შეინანოს, ისევ ფეხზე წამოდგეს და გააგრძელოს გზა ღმერთის მოწყალების იმედად, რომ მას უყვარს ადამიანი და ყველა ცოდვას მიუტევებს და აცხონებს. აი ზუსტად ამ თემაზე ეს პირველი შეკითხვაც. მაინტერესებს ლოცვისას ან საერთოდ ღვთისადმი მიმართვისას რა უპირატესი, ჯერ მადლობა გადაუხადოთ ღმერთს ყველაფრისთვის და შემდეგ პატიება, მოტევება ვთხოვოთ თუ პირიქით. ზოგადად ლოცვას განასხვავებენ ასე სამ კატეგორიად ყოფენ. ერთი არის სადიდებელი, ერთი არის სამადლობელი და არის სავედრებელი. ავედრებაში ყველანაირი ვედრება შეიძლება ითვლებოდეს, მაგრამ უპირატესად რა თქმა უნდა ცოდვათა მიტევება, იმიტომ რომ კაცმა რო თქვას, ამაზე დიდი სათხოვარი რა უნდა ჰქონდეს ადამიანს. ამაზე დიდი არაფერი არ არის. აი რა უნდა სთხოვო ისეთი, რომ ბავშვად აი მატერიალური უნდა სთხოვო, მაგრამ ის ხო დროებით. აი ყველაფერიც რომ მოგწეს. თუ ცოდვათა მიტევება არ მოგენიჭა, მაშინ რა აზრი აქვს იმ დანარჩენ? არაფერი აზრი არ აქვს. და უპირველესად კი ღვთის დიდებაა ყველაზე დიდი ლოცვა. ღვთის მადლიერება და ბოლოს ღვთისადმი ვედრება. ღვთის დიდება არის ღვთისადმი, როგორც წმინდა პაისი ათონელი ამბობს, ღვთისადმი მადლიერების უმაღლესი ფორმა, მწვერვალი. რომ მადლობ ღმერთს და ეს მადლიერების მწვერვალია რომ შეაძლოთ სადი. და ამბობს რომ თუ ადამიანიო განსაცდელში და ავადმყოფობაში ღმერთს მადლობს, ეს მას მოწამეობად ჩაეძლება. ახლა დღეს ყველაზე ხშირი აღარ არის რომ ადამიანს ქრისტეს გულისთვის აწამებენ, მაგრამ აი დაუშვათ რაღაცა განსაცდელი შეგემთხვა, რაღაც ავადმყოფობა შეგემთხვა და მთელი გულით მადლობ ღმერთს. ეს მოწამეობად ჩაეძლება.
და ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს. ერთი ეპისკოპოსი მოვიდაო ჩვენთან, ცხენიდან ჩამოდიოდაო, ცხენზე რო ჯდებოდაო, და ფეხიდან მატლი გადმოუვარდა. და თან არ უნდოდა რომ ვინმეს დაენახა, ამ ფეხები ისე ჰქონდა დაშიფრებული და ის მატლები და არ უნდოდა რომ ვინმეს დაენახა და რატო არ უნდოდა რომ ეს ღვაწლი რომ დაემალო. და მე ამბობდა რომ ეს ყველაზე დიდი საჩუქარია რაც ღმერთმა მომცა. და ხა წარმოედგინეთ კაცის ესეთი განწყობა, რომ ის განსაცდელი რაც ღმერთმა მომცა, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია. იმიტომ რომ ამაში თუ ადამიანი ღმერთს ემადლიერება და იღებს ღვთისაგან ამას მადლიერებით, ეს ნიშნავს რომ ადამიანი ქრისტეს გულისთვის ამას ითმის. და როგორც მოწამეები ითმევდნენ ქრისტეს გულისთვის რაღაცას, ეს ადამიანიც ამას ითმის. ახლა ჩვენ შემთხვევაში საერთო ცხოვრებაში რა შეიძლება იყოს? მაგალითად ადამიანს დავიწყოთ სულ პატარიდან სიცხე მისცა, ტემპერატურა აუწია. კი არ დაიწყოს სულწული, არა მეთქავს რომ მადლობა ღმერთო. ობა ესეა საჭირო. ხელი იტკინა თუ თავის ტკივა თუ ვიღაცა მაწყენინა თუ რაღაცა უსიამოვნო შეემთხვა, ყველაფრის გამო თუ ადამიანი შეძლებს ეს ადგილი ნამდვილად არ იქნება. და შეხა მეც რო ლაპარაკი ადვილია ამის შესახებ. აი უშუალოდ ის რო ხდება იმ ცეცხლში რომ გამოიწვრთობი, არა? იმ გამოწვრთობის პერიოდი ძალიან რთულია. ყველას ჩვენებურად გამოგვიცდია ალბათ. ყველას თავისი საზომი აქვს და ღმერთმა იცის ეს საზომი. და იმაზე მეტად არავის არ მოევლინება არც განსაცდელი და არც უხარება, ვიდრე ეს ადამიანის ძალებს აღემატება და ვიდრე ეს ადამიანს სჭირდება. იმაზე მეტი არ მოხდება ადამიანის შემთხვევაში. მაგრამ თუ ამას ადამიანი მადლიერებით იღებს, ეს უკვე მას მოწამეობად შეერაცხება. თუ შეიძლება გამგვიმარტოთ 10 მცნება. ეს საკმაოდ ვრცელი თემაა, მაგრამ ზოგადად შევეხოთ. 10 მცნება მოსცემ, როდესაც ჩამოიტანა ორ ქვის ფიქალზე დაწერილი, თქვენ იცით რომ ერთზე ეწერა 4 მცნება, მეორეზე ეწერა 6 მცნება. ზოგჯერ არის ხოლმე ბეწონით რაღაცა ილუსტრაციები, ან ზოგჯერ შეიძლება ანიმაცია იყოს თუ სხვა. 5 წერია ხოლმე, ეს არა, ეს შეცდომა 4 ეწერა ერთზე და მეორეზე 6 ეწერა. აი მაცხოვარი რო სახარებაში ამბობს, რომ პირველი მცნება არის, რომ შეიყვარო ღმერთი მთელი შენი გულით, გონებით, ძალით, მთელი შენი სულით. აი ეს პირველი 4 მცნება სწორედ ღვთისადმი სიყვარულზე ლაპარაკობს. მეორე 6 მცნება, როგორ ამბობს უფალი, მეორე მსგავსი ამისიო, პირველის მსგავსი მთავარი მცნების არისო, შეიყვარო მოყვასი ვითარცა თავით ისიო. და ეს მეორე 6 მცნება სწორედ ორ ადამიანს შორის ურთიერთობაზე და სიყვარულზე ლაპარაკობს. პირველი მცნება არის, რომ ესე იგი, რომ ღმერთი ერთია და არ არის მის გარეშე ღმერთი და ადამიანს რომ ეს უნდა სწამდეს. მეორე არის, რომ ესე იგი, ადამიანი კერპებს არ უნდა ეთაყვანებოდეს, ჯერ კიდევ მაშინ დაიწერა და კერპი არის ნებისმიერი ისეთი რამე, რაც ადამიანსა და ღმერთს შორის დგება და ადამიანისაგან მოითხოვს თაყვანისცემას, როგორც ღვთისადმი თაყვანისცემას. რომელიც ნებისმიერი რამე შეიძლება ახლა მე აი ეს ძალიან მომწონდეს და ამის გამო ადამიანის განაწყენება შევძლო. ეს უკვე ისეთი რამეა, რაც ჩემსა და ღმერთს შორის ჩადგა. ეს თაყვანისცემლობა სადღაც შორს კი არ არის. აი აქ არის ჩვენთან ვერცხლის მოყარეობას პავლე მოციქული უწოდებს სწორედ თაყვანისცემლობას. ანუ ის სიმდიდრისადმი სიყვარული, იმ სიმდიდრისადმი დამოკიდებულება და სიმდიდრეში არ იგულისხმება მაინც და მაინც რაღაც სასახლეები. შეიძლება 100 ლარი გქონდეს და ეს ჩადგეს შენსა და ღმერთს შორის. და შენ ამის იმედი უფრო გქონდეს ვიდრე ღმერთის. და შენ ამის გამო ადამიანი აწყენინო და არ გაითვალისწინო ღვთის მცნება, რომელიც გეუბნება, რომ
რაღაც მატერიალურის გამო ადამიანი არ უნდა აწვენოს. შემდეგ არის რომ არ უნდა ახსენო ღვთისმსახელი ამაოდ საჭიროების გარეშე. აი ძალახმაში როგორ იყო. თქვენ იცით რომ ის ტაძარი სამ ნაწილად იყო დაყოფილი და ყველაზე მთავარი ნაწილი, სადაც აღთქმის კიდობანი ინახებოდა, იყო წმინდათა წმინდა, სადაც მღვდელმთავარი შედიოდა წელიწადში ერთხელ კრავის სისხლით და იქ წარმოთქვამდა ის სახეს და მთელი ერი, რომელიც გარეთ იყო, დაიჩოქებოდა და თაყვანსცემდა. იმდენად წმინდა იყო, რომ იქ წარმოითქმებოდა მღვდელმთავრის მიერ წელიწადში ერთხელ ეს სახე. და ჩვენ კიდე ახლა ვხედავთ, რომ აი შეიძლება უბრალო საუბარში აი რაღაც ის საჭიროების გარეშე ადამიანმა თქვას აღარაფერს ამობ იმაზე, რომ შეიძლება ვიღაცამ ხუმრობით თქვას ამის შესახებ. ვიღაც თუ განზრახ ამბობს, ეს კიდე რა თქმა უნდა უარესია მისთვის. მე ამაზე ვიღაცამ შეიძლება რაღაც ანის საკითხზე იმაზე გაიცინოს და ეს ამისთვისაც ცოდვაა და ვინც ამას გამგებაკეთებს მისთვის ხო რა თქმა უნდა ცოდვაა და ეს ძალიან საფრთხილო რამე. შემდეგ არის 6 დღე იქნოდეო შენს საქმეს და მე-7 არის უფლისა. ყველა დღე უფლისაა თავისთავად ცხადია, მაგრამ მე-7 არის ის რომ ლიტურგიკულად ადამიანი ღმერთს უნდა ემსახურებოდეს. ის შაბათი რაც მაშინ იყო მე-7 დღე ჩვენთვის ქრისტიანებისთვის ეს კვირამ იმემკვიდრა ეს ამ შაბათის დღის მნიშვნელობა ქრისტეს აღდგომიდან გამომდინარე, რადგან აღდგომა დღეს სწორედ კვირა დღე არის. ესე რომ აი ეს მცნება როგორ უნდა შეასრულოს ადამიანმა, რომ უნდა გადადოს ყველაფერი, რის გადადებაც შეიძლება. რას გულისხმობ ახლა სამხედრო ვერ გადადებს ამას. ვიღაც სასწრაფო დახმარების მუშაკია, ის ვერ გადადებს, იმიტომ რომ ის იქ არის მორიგე და იქ უნდა გააკეთოს. მაგრამ ვინმეს თავისი ის რო აქვს, მაღაზია რო აქვს, ის მე არაერთხელ მithქვამს ესე კიდე ერთხელ ვამბობ. საკათედრო ტაძართან არის ერთი სათამაშოების მაღაზია, აი არ ვიცი რა, ეგ არის ღმერთზე მინდობა, რაზეც წეღან ლაპარაკობ. აწერია, კვირა დღე დასვენება, არა და ხო ყველა ვიცით რომ კვირა დღე ისეთია, რომ უფრო მეტ ხალხს ცალია, რომ გავავიდეს ამბავში გამოიყვანოს, რაღაცა უყიდოს. მაგრამ მე ვფიქრობ, მე ხა ესე პირადად არ ვიცნობ, ახალგაზრდა ვიცი არ ვიცი. პირადად ესე ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს კაცი ღმერთზეა მინდობილი და ფიქრობს, რომ თუ ღმერთს შეუძლია, რომ კვირას მომწეს რაღაც, მას შეუძლია, რომ ორ შაბათსაც მომწეს და სამ შაბათსაც და როგორ იყო მთელი ღამე რომ ითევზავეს მოწაფეებმა, ხო ვერაფერი ვერ დაიჭირეს და დილით მივიდა მაცხვარი იმ ადგილზე, ზუსტად ეუბნება, რომ აი ჩააგდეთ ნავის მარჯვნივ და დაიჭერთ. პეტრე მოციქული ეუბნება, უფალო ვერაფერი ვერ დავიჭირე. ანუ ესე რო გვეთქვა ჩვენ რომ მე რო ეთქვა რომ შაბათს და კვირას დაკეტეს მაღაზია და სამშაბათს მოხდა. ჩვენ რო გვეთქვა უფალო შაბათ კვირა როცა ხალხს ცალია მაშინ არავინ შემოვიდა მაღაზიაში და სამშაბათს ვინ შემოვა, აი რო გვეფიქრა უბრალოდ. მაგრამ პეტრე მოციქულმა უთხარა, ჩვენო მთელი ღამე ვითევზავეთ და ვერაფერი დავიჭირეთო, მაგრამ რადგან შენ გვეუბნებიო ჩავაგდებ. ანუ შენი სიტყვის გამო სამშაბათს გავაღებ და იქ შემოვა ადამიანი და იქ არ მოაკლდება ლოქმაკული. და ეგ არის ღმერთისადმი მინდობა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეს გააკეთე. 6 დღე შენი საქმე პირნათლად კეთილსინდისიერად აკეთო და მე-7 დღე დაუთმო უფალს. მაგრამ აქ ერთი რამეა. ფანატიკურად არ უნდა შეხედა, როგორც სახარებაში იუდეველები უყურებდნენ, რომ შაბათ დღეს ესე იგი კაცი რო კვდებოდეს ზედ არ მიხედავ. პირიქით, თუ ვინმე იცი რომ შენგან წამალი ჭირდება და მას მეტი მიხედავი არ აქვს, არა უშო ცოტა დაგაგვიანდეს წირვაზე, მაგრამ ჯერ იმავთქოს მიხედო და მერე მეტი. მე-5 მცნება უკვე იმ მეორე ფიქალზე რაც ეწერა, მე-5 მცნება, ესე იგი უკვე ადამიანს შორის
ცნებათა ჩამონათვალში პირველი არის მშობლის პატივისცემა. პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე. ადამიანი, რომელიც თავის მშობელს პატივისცემს, ამაში ჯერ ერთი რომ რა თქმა უნდა ადამიანური ხორციელი სიყვარული გამოვლინდება მშობლისა და მეორე ძალიან დიდი რწმენა გამოვლინდება. და ესე ადამიანი როგორ დამოკიდებულებაში არის მშობელთან, ესეც განსაზღვრავს ღმერთთან როგორი დამოკიდებულება. იმიტომ რომ ღმერთი გეუბნება, რომ ის არის მამა შენი, შენ ხარ შვილი. ხო და თუ ხორციელ მამასთან ვერ გაქვს ურთიერთობა, აი რაღაცა გავს ეს ურთიერთობა ღმერთთან ურთიერთობა. ამიტომ გეუბნება, რომ აი პატივი ეცი მამას და დედას. ჩვენ რომ ამას ვამბობთ ხოლმე, აი მშობლებს უხარიათ, რომ ხო, ეგრეა, კარგია და იმიტომ ამბობენ, რომ აი ჩემმა შვილებმა მოისმინონ ესო. მაგრამ ჩვენს რომ მშობლები ყავს, ეგეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ზოგ ცოცხალი ყავს, ზოგ გარდაცვლილი ყავს. გარდაცვლილსაც კი არა, გარდაცვლის სჭირდება. პატივისცემა თავის დროზე, როცა მალხვა, საფლავის დასუფთავება. ხარს უსვამ ერთ რაღაცას. საფლავზე შვილის წაყვანა თუ შვილის წაყვანა, ნახოს, რომ შენ როგორ მიხვედი, როგორ აუნთეს ანთელი, როგორ დაასუფთავე მთავრობა, როგორ მიიყვანე სასულიერო პირი, პანაშვიდი გადაიხადე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ბევრ მშობელს ესე არ მიყვავს შვილი საფლავზე, თავის მშობლის საფლავზე. თავის შვილმა როგორ უნდა ისწავლოს, რომ მოვიდეს მე საქმით უნდა სიტყვი შეიძლება ბევრი რამე უთხრა. ახლა ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ მიყვავს ზაფხული რომ დადგება ხოლმე. ჩვენი ეს სამრევლო სკოლის ბავშვები შინდისის გმირების მემორიალთან მიყვავს. და ესეც მაგ მნიშვნელობას ატარებს სწორედ. რომ ჩვენ უთხრათ ჩვენ შვილებს, რომ აი ვინ არის დასაფასებელი, სად უნდა მიხვიდე. ყოველწლიურად მიყვავს. ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში, რომ ჯერ არ გამოგვიტოვე, ყოველწლიურად მიყვავს. რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ იქ რა მოხდა. რომ ახლა მე ცოტა თემას გადავუხვიე, მაგრამ ვინც იქნება ეს არის მთავარი თემა, ახლა რაზეც ვამბობ. ესე იგი, ჩვენ შვილებს უნდა ყავდეთ მისაბაძი ადამიანები, გმირები. და ჩვენ ქართველებს ნამდვილად არ გვჭირდება, რომ ესა თუ ის გმირი გამოვიგონოთ. ახლა ხო არის, რომ ჩვენს პატარებს უყვართ კინოფილმებიდან თუ მულტფილმებიდან სხვადასხვა გმირები და მათ მიბაძვა მათი საგმირო საქმეები. არადა ჩვენ რეალურად გვყავს იმაზე უფრო დიდი გმირები, ვიდრე ნებისმიერ ფილმში შეიძლება ვინმე გამოიგონოს. იმაზე დიდი გმირები და ნამდვილი გმირები. ისე კი არა, რომ აი რაღაცა გამოგონილი და არ არსებული, არამედ აი იმაზე დიდი გმირები. ჩვენ ეს გმირები უნდა შევახსენოთ. აი ოჯახში მაგალითად მამა რო დაждდება სუფრასთან, ხო, მოიქნება საუბარი მარტო იმაზე, რომ აი ხა რა უნდა გააკეთონ, რა უნდა შეჭამო, რა უნდა ჩაიცვან თუ რა თუ სოფელში ბაღია მოსახნავი თუ დასათესია თუ უნდა იყოს ლაპარაკი იმაზეც, რომ ვინ იყო სიტყვაზე იოთამ ზედგენიძე, ვინ იყო მღვდელი თევდორე კვეთელი, ვინ იყო ცოტნე დადიანი, ვინ იყვნენ ცხრაძმა ხერხეულიძე, მათი დედა, მათი და რა გააკეთეს და რამდენია ვინ მოთლის. ვინ ახლა დედა რატო არ უნდა ელაპარაკებოდეს შვილებს ქეთევან დედოფალს. ამნაირი დიდი და გუმბერაზი მანდილოსანი არ ვიცი, მე საქართველოში ალბათ არ ყოფილი. რატო არ უნდა ელაპარაკოს მის სიმხნევეზე, მის სიმამაცეზე, მის სიწმინდეზე. უნდა ელაპარაკებოდეს. ჩვენ შვილებს ესენი უნდა ყავდეთ მაგალითი. იმიტომ რომ ეს არ არის გამოგონილი გმირი, ეს ნამდვილი გმირი. რომელი გმირის სადარსაც ვერც ერთი ფილმი ვერ მოიფიქრე. აი ეს ამაზე უნდა იფიქროს. მეექვსე მცნება არის, რომ არა კაც კლან. ადამიანი, ფიზიკურ მოკლაზე ელაპარაკე აქ იგულისხმება, რომ
აბორტი იგულისხმება და არაერთხელ გითხრათ ჩვენ, რომ არც ერთ ბრძოლაში რო შეაჯამო, არ დახოცილა იმდენი ადამიანი, რაც აბორტის მეშვეობით მოხდა. რო შეაჯამო, ესე იგი, ისიც შეაჯამო და ესეც შეაჯამო. ეს აღემატება. როგორც სტატისტიკა ამბობს, მე რამდენადაც ვიცი ყოველ შემთხვევაში. შეიძლება ადამიანს რაღაცა ხელით შეეხო, შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო, შეიძლება გული ატკინო, ესეც არის ამ კატეგორიაში. არა იმრუშო. რუშობა არის, როდესაც ადამიანი ღალატობს. შეიძლება ეს საქმით ჩაიდინო, შეიძლება ფიქრით ჩაიდინო, შეიძლება რაღაც მოკლედ ყველაფერი, რაც ამას უკავშირდება, ლიტერატურა იქნება ეს თუ ფილმი იქნება თუ ფიქრები თუ საქმით, ყველაფერს ადამიანი უნდა მოერიდოს. არა იპარო. ნუ ახლა ამას განმარტება მე მგონი არ ჭირდება, რომ არა იპარო, არა ცილის წამო, მეათე რომ არ იმდომო შენი მოყვასისა, არც სახლი, არც ცოლი, არც სახედარი თუ არც ანა თუ არაფერი, არ გშურდეს. არ გშურდეს არაფერი. თუ მიბაძვა გინდა, რომ შენც ასეთი ოჯახი გქონდეს, ბატონო, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ის რომ წინდეს და მწუხარებდა იმის გამო, რომ მას ასეთი აქვს და შენ არ არის, არ არის სწორი. ეს ძალიან მოკლედ ათვისებას რაც შეეხება, ესე იგი ძალიან რო აღარ გადახარავს. თუმცა ადამიანი რომ დაიწყებს ამ ცნებების შესრულებას, აღმოაჩენს, რომ ეს ეგრე ადვილი არ არის. და ამ ცნებებმა ჩვენ უნდა აღმოგვაჩენინოს, რომ ჩვენ ამ ცნებებს ვერ შევასრულებთ ღმერთის გარეშე. თუ ღმერთმა არ მოგვიტევა, ჩვენ ამ ცნებების შესრულებით ვერ გადავწევთ. იმიტომ რომ ადამიანი ბოლომდე ვერ შეასრულებს. მაშინ ადამიანი იტყვის, რაღაცა მოეცა ადამიანს, რომ ეს ცნება შეასრულოს, თუ მაინც ვერ შეასრულებს. და სწორედ იმიტომ მოეცა, რომ ადამიანმა აქ ღმერთი იპოვოს. ღმერთისადმი საჭიროება გაჩნდეს და ღმერთი ეძებოს და ვინც ეძებს ის იპოვის კიდეც. აი ამ ცნებების ერთ-ერთი დანიშნულება მთავარი შეიძლება ითქვას, რომ ესაა. თუმცა ადამიანი უნდა ცდილობდეს. და რაც არ გამოიწეს, ის უნდა შეიმოწოს. ახლა ჩვენ რაც არ გამოგვივიდა და ვნანობთ, აი აქ მაგერს გადავხდით.